ტრამპმა ახლახან გააკეთა ის, რაც არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს ამ ქაობაში არ გაუკეთებია. ის დაბრუნდა პეკინში მოქმედი პრეზიდენტის სტატუსით, თითქმის 9 წლის შემდეგ, რაც პლანეტის ორ უდიდეს ძალას შორის ასეთი დონის ვიზიტი არ ყოფილა. ის შევიდა ჩინეთის დედაქალაქში სახელმწიფო პატივით. ის სი ძინპინის წინ დაჯდა კომუნისტური ძალაუფლების ცენტრში და თან წაიყვანა დელეგაცია, რომელმაც ვიზიტი ეროვნული ძალის დემონსტრაციად აქცია. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 14 მაისს სცენამ ყურადღება მიიპყრო, რადგან ტრამპი ჩინეთში არ ჩასულა ნებართვის სათხოვნელად. ის ჩავიდა, რათა ახლოდან შეეფასებინა სი ძინპინი, გამოეცადა სადამდე აკონტროლებს პეკინი საკუთარ თამაშს. და ეჩვენებინა, რომ ვაშინგტონი კვლავ ავტორიტეტულად საუბრობს შეერთებული შტატების უმთავრეს სტრატეგიულ მეტოქესთან. სხვა ქვეყნები ჩინეთის ზეწოლას ებრძვიან და ცდილობენ გადარჩენას. ტრამპი კი ჩინეთის ძალაუფლების ცენტრში შედის და ზეწოლას უკან აბრუნებს. ვიზიტი აღინიშნა ოფიციალური მიღებით სახალხო დიდ დარბაზში, ორი ლიდერის პირდაპირი შეხვედრით და ორდრიანი დღის წესრიგით, რომელიც მოიცავდა ვაჭრობას, ტაივანს, ირანს, ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკას. მას შემდეგ, რაც დაშორება მხოლოდ კალენდარული კი არა, ძალაუფლებისაც იყო, ჩინეთს მოქმედი ამერიკელი პრეზიდენტებიდან ბოლოს თავად ტრამპი ესტუმრა 2017 წლის ნოემბერში. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გამოიარა სავაჭრო ომმა, ჩიპების დაპირისპირებამ, ტაივანთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ, ინდო-წყნაროკეანურ რეგიონში სამხედრო ზეწოლამ და ეკონომიკური გავლენისთვის ბრძოლამ. ეხლა ტრამპი ბრუნდება იმავე ჩინეთის ძალაუფლების ცენტრში, მაგრამ ახალი ელემენტით. ის ბრუნდება როგორც ლიდერი, რომელიც ცდილობს ჩინეთი თავდაჯერებული მეტოქიდან მოლაპარაკებაზე იძულებულ მმართველობად გადააქციოს. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა დინდა არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია მილსონ ალუისის სანდოობის სტანდარტის შესაბამისი საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით. ნიშნულოვნება იმაშია, თუ როგორ იყო მოგზაურობა ორგანიზებული. ტრამპი პეკინში არ გამოჩენილა, მხოლოდ დიპლომატებით გარშემორტყმული. მან ბიზნეს დელეგაცია წაიყვანა, რომელშიც ამერიკული ეკონომიკის ტოპ წარმომადგენლები იყვნენ. საერთაშორისო სიახლეებში ჩნდებიან Tesla, Apple, Nvidia, Qualcomm, Boeing, BlackRock, Blackstone, Goldman Sachs და Citigroup ხელმძღვანელები. ეს კომპანიებია, რომლებიც საქმიანობენ ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარების, ელექტრომობილების, ავიაციის, საბანკო საქმის, ინვესტიციებისა და გლობალური წარმოების ჯაჭვების სფეროებში. შეტყობინება მარტივია. ტრამპმა ჩინეთში შეიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ძალის ცოცხალი ნაწილი. ეს არ იყო ცარიელი მაგიდა, ეს იყო ვაშინგტონი, რომელიც ერთიანად მივიდა ბაზრით, ტექნოლოგიით, კაპიტალითა და ინდუსტრიით. პეკინმა სცადა პასუხისგაცემა და ტაივანის ზეწოლის ცენტრში მოაქცია. სი ძინპინმა გააფრთხილა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ყველაზე მგრძნობიარე წერტილია. მან აღნიშნა, რომ ამ სფეროში ნებისმიერი შეცდომა შეიძლება პირდაპირი დაპირისპირების მიზეზი გახდეს ორ დიდ ძალას შორის. ეს იყო ჩინეთის კოზირი, შეახსენოს ტრამპს, რომ კუნძული პეკინისთვის კვლავ ყველაზე ფეთქებად საკითხად რჩება. მაგრამ ტრამპი მივიდა კოზირით, რომელიც არც ერთ პრეზიდენტს ასე არ წაუღია ჩინეთში. ირანში კრიზისმა და ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობამ შეცვალა გათვლა. ჩინეთი დამოკიდებულია ენერგორესურსების მარშრუტებზე, რომლებიც გადის იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული სამხედრო ყოფნა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. თუ პეკინი ცდილობს ტაივანი გამოიყენოს როგორც მუქარა, ტრამპს შეუძლია ენერგია, ეკონომიკური ზეწოლა და საზღვაო უსაფრთხოება გამოიყენოს პასუხად. ეს არის ის მომენტი, რომელიც ვიზიტს ანგარიშსწორებად აქცევს. ერთი მხრივ სი ძინპინი ცდილობს აჩვენოს, რომ ტაივანი დეტალად ვერ ჩაითვლება. მეორე მხრივ კი ტრამპი აჩვენებს, რომ ჩინეთსაც აქვს სუსტი წერტილები. ჰორმუზის სრუტე, სადაც გადის მსოფლიოს ნავთობის დიდი ნაწილი, საუბრის თემად იქცა. რადგან ირანთან ომი და არასტაბილურობა სპარსეთის ყურეში პირდაპირ აზიანებს ჩინეთის ინტერესებს. ჩინეთისთვის ყველაზე მკაცრი სიგნალია ის, რომ ეს ვიზიტი მშვიდ გარემოში არ დაწყებულა. ახალი ამბები ასახავდა მგრძნობიარე დღის წესრიგს, რომელიც რთული თემებითა და ბოლო წუთის ზეწოლებით იყო გარშემორტყმული. ირანში ომმა შეხვედრაზე გავლენა მოახდინა. სანამ დონალდ ტრამპი ჩინეთისგან რაიმე ფორმის თანამშრომლობას ცდილობდა კრიზისის შესაკავებლად, ამავე დროს პეკინი ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით და დაეცვა ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი. ამ კომბინაციამ შეხვედრას რეალური დაპირისპირების სუნი მისცა და არა მხოლოდ მორთული ცერემონიის. დონალდ ტრამპი შევიდა ხალხის დიდ დარბაზში. იცოდა, რომ ჩინეთს პატივისცემა სურდა, მაგრამ ასევე იცოდა, რომ სი ძინპინს სჭირდებოდა თავიდან აეცილებინა ურთიერთობის გაწყვეტა შეერთებულ შტატებთან. ჩინეთის ეკონომიკისთვის რთულ მომენტში, ჩინეთის სისუსტე დეტალებში ჩანს. სი ძინპინმა მიიღო ამერიკელი ხელმძღვანელები და განაცხადა, რომ ჩინეთი კიდევ უფრო მეტად გახსნის კარს უცხოური ინვესტიციებისთვის. ამ ფრაზას მნიშვნელობა აქვს, რადგან მოდის მთავრობისგან, რომელსაც სჭირდება ნდობის აღდგენა, კაპიტალის მოზიდვა და სტრატეგიული კომპანიების გადინების აღკვეთა.
ჩინეთი ჯერ კიდევ გიგანტია, მაგრამ ვეღარ ახერხებს მსოფლიოსთვის უსაზღვრო ზრდის იმიჯის გაკიდვას. ეკონომიკურმა შენელებამ, ინვესტორების დაუწმუნებლობამ და უფრო მკაცრმა პოლიტიკურმა კონტროლმა ხმაური გამოიწვია. ტრამპმა, როდესაც ამერიკელი ბიზნესმენები პეკინში წაიყვანა, სი ძინპინი უხერხული ფაქტის წინაშე დააყენა. ჩინეთს ჯერ კიდევ გჭირდება ამერიკული კომპანიები. ეფექტი მყისიერი იყო. ვიზიტი მსოფლიო მედიის მთავარ ამბად იქცა, რადგან მან აჩვენა, რომ ორ ზესახელმწიფოს შორის დაპირისპირება უფრო პირდაპირ, უფრო პირადულ და უფრო საშიშ ფაზაში შევიდა. ვინც არასწორად აფასებს ამ ნაბიჯს, ისტორიას შეუძლია დაეხმაროს ამ ჟესტის მნიშვნელობის გაგებაში. ისტორია კიდევ ერთ ძლიერ პარალელს გვთავაზობს. 1853 წელს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა კომოდორ მეთიუ პერი გაგზავნა ედოს ყურეში, იაპონიაში, ორთქლის გემებით, თანამედროვე შეიარაღებით და მკაფიო მოთხოვნით, გაეხსნათ ვაჭრობა. იმ დროს იაპონია დახურული იყო ტოკუგავას შოგუნატის მმართველობის ქვეშ, ცდილობდა უცხო ძალებთან კონტაქტის კონტროლს და შიდა წესრიგის შენარჩუნებას. პერი არ ჩამოსულა როგორც ტურისტი და არც როგორც სუსტი მაცნე. ის გამოჩნდა როგორც აღმავლობის გზაზე მდგომი ინდუსტრიული სახელმწიფოს ხილული ძალა. აჩვენა, რომ სოფლიო შეიცვალა და ტოკიო ვეღარ შეძლებდა თავის მოტყუებას, თითქოს გარე ზეწოლა არ არსებობდა. კანაგავას კონვენცია, რომელიც მომდევნო წელს გაფორმდა, გახსნა იაპონიის პორტები ამერიკელებისთვის და დააჩქარა იაპონიაში ღრმა ტრანსფორმაცია. ეს მაგალითი გვეხმარება გავიგოთ ტრამპის პეკინში ჩასვლის მასშტაბი. ძალა მხოლოდ საიტყვებში არ არის, არამედ იმ მთლიანობაში, რომელიც ლიდერთან ერთად მოდის. პერი იაპონიაში გემები და სავაჭრო ზეწოლა მიიტანა. ტრამპი მოდის კომპანიებით, კაპიტალით, ტექნოლოგიით, ენერგიით და დაგროვილი პოლიტიკური ძალით. ჩინეთი არ არის მე-19 საუკუნის ჩაკეტილი იაპონია, მაგრამ ზეწოლის ლოგიკა მსგავსია, როდესაც ზესახელმწიფო შედის მეტოქის სიმბოლურ ტერიტორიაზე და თან მიაქვს რეალური ძალაუფლების ინსტრუმენტები. ვიზიტი ხდება გზავნილი. დონალდ ტრამპი პლანეტას მხოლოდ სალაპარაკოდ არ გადმოუკვეთავს. ის შევიდა ჩინეთის დედაქალაქში, რათა ეჩვენებინა, რომ პეკინსაც აქვს საზღვრები, დამოკიდებულებები და სენსიტიური წერტილები, რომელთაც ვაშინგტონი შეუძლია შეეხოს. სხვა ქვეყნებსაც უცდიათ ჩინეთის გამოწვევა, მაგრამ თითქმის ყოველთვის ფასს იხდიდნენ, რადგან მათ იგივე მასშტაბი არ ჰქონდათ, რომ პასუხი გაეცათ. ავსტრალიამ ეს მაშინ იგრძნო, როცა პანდემიის წარმოშობის გამოძიების მხარდაჭერის შემდეგ ჩინეთის კომერციული ზეწოლა გადაიტანა. ლიტვაც გახდა პეკინის ეკონომიკური რეპრესიების მსხვერპლი მას შემდეგ, რაც თავის ტერიტორიაზე ტაივანთან დაკავშირებული წარმომადგენლობის გახსნა დაუშვა. ფილიპინები მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობენ სამხრეთიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ჩინური ხომალდები ზეწოლას ახდენენ მარშრუტებზე, კუნძულებსა და სადაო ტერიტორიებზე. ამ ქვეყნებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, გააპროტესტეს დარღვევები და გარე მხარდაჭერა მოიძიეს, მაგრამ არც ერთი მათგანი პეკინში არ შესულა. შესაძლებლობა დაუყოვნებლივ დააკენოთ ჩინეთი გლობალური ხარჯების წინაშე. სწორედ აქ განსხვავდება ტრამპის ხვებისგან. ის მოდის როგორც ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ყველაზე სასურველი ბაზარი, ყველაზე გავლენიანი ფინანსური სისტემა და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებსაც პეკინი ასე მარტივად ვერ ჩაანაცვლებს. და სამხედრო ძალა, რომელიც გადამწყვეტ საზღვაო მარშრუტებზე გავლენას ახდენს. ამიტომაც აქვს ამ ვიზიტს ასეთი მნიშვნელობა. სხვა ქვეყნები ჩინეთის ზეწოლას ებრძვიან და გადარჩენას ცდილობენ. ტრამპი კი ჩინეთის ძალას ძალაუფლების ცენტრში შედის და ზეწოლას უკანაბრუნებს. ტაივანი ჩინუს საფრთხედ იქცევა, მაგრამ ჰორმუზი, ირანი, ენერგია, ამერიკული კაპიტალი და ტექნოლოგიაზე ცდომა ამერიკის კოზირებად იქცევა. ეს არის განსხვავება ჩინეთზე რეაგირებასა და ჩინეთის იძულებას, რომ თავად მოახდინოს რეაგირება. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული გყავდე. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი,